ვიდეოში მოდი განვიხილოთ Gold-ი, გავაკეთოთ შემდეგი კვირის ანალიზი და ვნახოთ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ კვირას. განვიხილოთ ძირითადად ლოგიკურ ფარგლებშიც იქნება, მაგრამ ეს გარანტირებული არ არის, რომ აუცილებლად მოხდება. ამიტომ უბრალოდ შევხედოთ და ლოგიკურად რა სურათით შეიძლება იყოს, იმას გავყვეთ. პირველ რიგში ერთ კვირიანზე გვაქვს კარგი დიმენდის შევსება აი აქ. პირველ რიგში ეს დიმენდი გვაქვს ერთ დღიანზე, ერთ კვირიანზე. რაც შეიძლება daily-ს, აქაც იგივე სიტუაცია, liquidity sweep-ი გააკეთა და შეავსო დიმენდი ასევე. და უკვე დაიწყო აღმავლის სვლა. 4 საათიანზე წავედით მაღლა ძლიერად, ჩამოვედით, ფერვალიგები შევავსეთ, დიმენდით შევავსეთ და ისევ ზევით გავაგრძელეთ სვლა, რაც ჩვენთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ უკვე ახლა ზევით წავალთ, თან აქ სტრუქტურის შესვლაც გავაკეთეთ. აი აქ გავაკეთეთ სტრუქტურის შესვლა. მოდი აქ კარგად დავაკვირდეთ, რომ ან სხვებისთვის გასაგები რო იყოს. აი აქ გქონდა დიმენდის შევსება. ეს იყო ჩვენი დიმენდის შევსება 4 საათიანზე. და ესეც ფერვალიგები. აი აქ დაახლოებით აი აქ ამ მონაკვეთში იყო ფერვალიგები შევსებული. 1 საათიანზე გქონდა აი აქ ეს იყო ბოლო აი რომელიც მე ჩამოვიდა, გააკეთა liquidity sweep-ი და შევცვალეთ სტრუქტურა აქ. რაც არის ჩვენი დადასტურება იმისა, რომ გაგრძელდება აღმავალი ტრენდი და აი ამ აზია ჰაის აიღებს, რომელიც გვაქვს აგერ აი აქ. მოვნიშნოთ ესეც, აი ამ აზია ჰაის აღება გვაქვს შემდეგი კვირისთვის. შემდეგი კვირისთვის ზემოთ ნათქვამია, იმიტომ რომ შეიძლება ერთ დღეშიც ან ორ დღეშიც აიღოს ეს აზია ჰაი, შეიძლება როგორც გაიხსნება, მაშინვე აიღოს. უფრო სავარაუდოდ შემდეგი კვირისთვის. ასევე მინდა მოგიყვეთ სავაჭრო პლატფორმა XT-ის შესახებ, სადაც შეგიძლიათ ივაჭროთ ფიუჩერსებზე. XT არის ყველაზე სანდო პლატფორმა კრიპტობაზარზე და ჩვენი ლინკით რეგისტრაციისას მიიღებთ $30 სავაჭრო კაპიტალს და პლუს $50 ვაჭრობის შემთხვევაში. ესე რომ დარეგისტრირდით xt.com-ზე და ივაჭრეთ ფიუჩერსებზე უსაფრთხოდ. ლოგიკური იქნება, რომ ავიღებთ აი ამ ჰაის. მაგრამ ეს მინიმუმი არის და სავარაუდოდ აი ამ ჰაისაც ავიღებთ. რა შეგვიძლია დაველოდოთ, როცა მარკეტი გაიხსნება? პირველ რიგში, როცა მარკეტი გაიხსნება, დიდი ალბათობით პირდაპირ ზევით წავა, შესაძლოა. და თუ ზევით წავა და ეგ სურათი გქონდა, მაშინ დაველოდებით, რომ რაღაც დაღმასვლა გქონდეს და 1 საათიანი რაიმე დიმენდი მოძებნოთ და მე დაბალ time frame-ზე დადასტურებები liquidity sweep-ი confirmation-ი როგორც გვაქვს ჩვენ სტრატეგიაში რა, მოკლედ. თუ დაბალ წამოვიდა, ეს უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ აქ შევავსებთ აი ამ დიმენდს, თუ ამ ფერვალიგებსაც ავიღებთ, კარგი იქნება. დაბალ time frame-ზე მე დაველოდებით, აღმავალ time frame-ზე და მე დაღმავალ time frame-ზე დაველოდებით კონკრეტულ დადასტურებებს და მე შეგვიძლია შევიდეთ trade-ში. თუ დაღმავალში წამოვიდა, ეს ვარიანტია, თუ აღმავალში წავიდა, მაინც ეს ვარიანტია, მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში Gold-ზე შემდეგი კვირა უნდა იყოს კარგი აღმავალი ტრენდი, ასე რომ ნახოთ რა გამოვა შემდეგ კვირას. თუ გინდათ ესეთი ვიდეოები არხზე, თვალი ადევნეთ, რომ არ გამოგჩეთ ხოლმე და რამე რომე. მოკლედ ამ ვიდეოსთვის გონი სულ ეს იყო.